მივდივართ მოგვითხრა სამგორში. აღარ დამრჩა ფული და სიერი ფეხსაც მე რო ვიყიდა და მეორად ვინა. თავი და ხურული აქვს მაგას. რას? არა, ღია დავდეიდა რა შენ მანქანაში ჩავაცხა წყალი. ბევრი წყალი უნდა ჩავასხა ესე მოგხსენი. რა გაგიზიარო? გაგიზიარებ მაშინ. აი ამ სიცხეში აბა რო წახვალ ჩემ მანქანის კონდიციონერის გარეშე მოხვალ უკვე ცოცხალი აღარ იქნები. ეს საერთოდ აღარ მაგ კონდიციონერს ჩართული. იმათ გზავრების გამოთვლით. ოდე მეც გზავრება გენიცო. რა გინდოდა ინტერნეტი? ო და გაზი. რატო არა თუმცა ინტერნეტი? თვალი მიწახცახებს უკვე. ხაზერდა? ჩართეს ნამოძები. ხაზერდა აიფონი. აიფონი. თან ვლოგს ვიღებ, ანუ ერთი სამსახური. თან ჩემ გოგოებს ვეკონტაქტები მთელი დრო, ანუ მეორე სამსახური. თან მივდივარ ახლა რაღაცები ვიყიდო იქ და ანუ მე მოსახში კიდე ადამიანს უნდა ვარგოთ, ახლა საჭესთან დავჯდი და თან ამოვიხრუკო იმ მანქანაზე. ის სულელი ხო არა ვარ რა. როცა ადამიანის სახშია და აგერ კონდიციონერი მანქანა დგას აქ. ანუ წამებული ვარ თუ რა ვარ გავიგე. ლიამ არა. ლიამ კი არა შენ არ გინდოდა. ეოს. დაწვას რასაც დაწვას. ჩემსადე მეც აწვავს ეს. ორი იყო ჩემთვის. ასაც დაწვავს. დავით. ეხლა ეს შუშა ჩაძებული გექნება. მიდი, მე ნუ დამაბრალებ. აბზიო. მე თვითონ ჩემბრალი. აბზი. ლესაც უნდა დამოსვლა მაგრამ. მე კიდე დასასვლელია საღამოს. ამიჩონია იყოს ბავშვი სახში რომ. რა ვიცი, ხან თან მიწოდა წამოსვლა თან არ უნდა და თან არ წამოვიყვანე თან ცხელა ძალიან ცხოვარა. და ფიქრე. აი ნორმალური ადამიანები გზავნიან. დაბლოკილია არ მუშაობს, მაგრამ მე მაინც გამომადგეს. Mr. Monk. Mr. Comfort is all the more. Not going to go to Xush. Sadar bir soru. Oh, la bien zé. Çekilsen. Sana mანქანას დააყენებს. მე წამოვედი. ჯერ უნოშუსში უნდა შევიდე და მე აიცა პაზემკაში ჩავალ, იქნება უნოშუსში მომეწონა რამე. ავტომობილში და აქაურობა. რამდენი ხალხი დადის მე.
ფეხსაცმელი ვიყიდე. ბავშვებს ჩუსტები ვიყიდე. ეხლა შევიდი ბაზარში და რამე ხილს ბოსტნეულს ვიყიდე წავად სახლში. ხალხა. საზამთროები. ეგრა მაკავებს. სოღივაში გადარეული. ხატო ყველაფერი ძალიან მაგარი ვიყიდეთ. ცუდი რა ვიყიდეთ. მე რა გავაბი მეგრელთან სულ ლაპარაკებოდი და ის მე მელაპარაკებოდი. ხო და ახალსაც ლაპარაკე რა გინდა. აი მე ხალხო ესე იგი ვიყიდე ყველაფერი მოვკვდი. იმდენი ხელი ვიყიდა, არ ვიცი დღეს უნდა, არ ვიცი ჩავწვევი ხილში და კიტრი, პომიდორი, საზამთრო და რა ვიცი. ნახე ვიტუნასთან ხერი. ვიკას მანქანით წამოვედით და დავიღალე გავბეზრდი გზაში დამცხა და ეხლა იქიდან რაც სახსრით სამოდიოდი და ეხლა სახში როცა მივდივართ ჩემ გოგოებთან კომუნიკაცია უწყვეტი რაც ძალიან მახარებს ანუ თან მუშაო თან ვიდეოსაც ვიღებ ანუ ორ მაგაც მუშაო თან მესამე საქმეზე ვარ წასული და ახლა მეოთხე საჯეს საწევსჯერა თან ცხელოდეს აი ძალიან ცუდი იქნება აუ ეს ხედი მიყვარს ძალიან მიყვარს ეს ხედი ეს ეკლესია და ეს ახეთ რა სილამაზეა უბრალოდ აი ხალხო ეს არის ერთი. ნახეთ? ერთი ვარიანტი. ამის მინდა და ეს ტანგეტკები. აბა ეხა რა ვიღებ? სხვა შეიძლება კაც ხონდა ათუ არა. ესე იგი რა ვიყიდეთ? სწორი საზამთრო. ეს არის ჩვენი Ali Bukhari, Vincitsis, Imanitsis. Lariani aega. არა, ლანგანია. ეკობა ძალიან ციფე იყო. თვითონ ჩამიყარა. ისე ჩაუხდი და ლარათ იყო, ლარნახევრები დიდა. და თვითონ იმიტომ ჩამიყარა. ვარ ნახევარ. მოსენი ძაფცები. ხაი. ეს არის ვარ ნახევარ. ეს ატამი ეს ვაშლატამა ბულგარული წიტრი არ იყოს საერთოდ და ძლივს ვიშოვე და ისეთ ხაში იყო რასაც აქტიურად ხოლმე აი ორ ნახევრებში და ეს ორად ვიშოვე ცოტა გაქონდა და მაგიტო მეორე არ გაეცხოდე გამასაჭრი მარტო იგავე. ხო. კიდევ და ორი სადამთრო. მე ხო და მოწვი.
თან იმიტომ ქონდა ესე ათლა რაც თუ დღეშია ეს თუ დღეშია ვიდრე გაწევა всё და ეს სოციალები ვიდა ბავშვებს თუ კიდე ისინი ათლა სახლის შუქები სახლის საფსარკუნაში ვაჩა სუნიაკი მენა ზღაპარი ვიგანე ხარანე ის სუშის ის რო კონდა რაღაც ხახო ესე იგი ვისვენებ ისე მშიო და მოვედი ესე იგი ის ხო ვჭამე ქლიავი დავაყოლე ვაშლატამა მე დავაყოლე საზამთრო მე დავაყოლე მოხარშული მაკარონი და ყველი და სალათი კახური ზეთით ბოლოს დავაყოლე ბატონჩიკი და ყავა და ხა ვეღარ მოძრაობ და მაინც ვიკლებ გოგოებო ხა ძალიან კი დავიხალე და გოგოებო და ბიჭებიც მიყურებენ მაგრამ მაინც გოგოებას ვამიტომ უმეტესობა ქალები ვარ ესე იგი ჩემო ძვირფასებო გაჩვენებთ ახალ შენ ფეხსაცმელებს რომელიც დღეს ვიყიდე ერთ ქალთან ვიყიდე ყველა ანუ რა მინდოდა ტანგეტკა მინდოდა აი მოწნული რო აქვს ხო იცით ლამაზად ეგეთი იმიტომ რომ ის შარვალი რომელიც ვიყიდე ცოტა გრძელი მაქვს რა და მინდოდა რომ ესე ლამაზად მქონოდა იმ შარვალზე ხო და კიდე ის კაბებიც რო ვიყიდე მაგათვისაც რა მაგრამ როგორც მინდოდა ეგეთი არ შემხდა ხა მეორადებში ცხადია არ შეხვდება ანუ ბიუჯეტი არ გვეყო ხალხო მიუხედავად იმისა რომ 3 ადამიანი ვაგროვებდით წლის განმავლობაში როცა ოჯახი დიდია გასავალი ბევრია და ვერ ახერხებ რომ შეაგროვო და მაინც ისეთი ფასები დამხვდა ბინებზე რომ ანუ 20 დღე მინდოდა მაგრამ 150-საც კი არ ვფიქრობდი მე ესე 130 ლარს ვფიქრობდი ან 140 და ესე იგი მოკლედ 17 დღე გადავწყვიტე იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ვერა ყვებაც ხო გვინდა და კიდე პლუს ახლა ბავშვებს რაღაცები ხო ენდომებად აი პატარ-პატარა რაღაცები პლავკები და ეგეთ რაღაცები რაც შეიძლება დაუპატარო და თავისი ხომ მოვძებნო როგორ აქვს და მოკლედ პატარ-პატარა საყიდლებში кайფული ხარჯება ხოლმე და აღარ დამჭირდა ისეთი ოდენობა რომ მაგალითად მყიდა ახალი რაღაცებია და მეთქე ვიყიდი მეორადში ხო და წავედი აი ეს საკმაოდ გაპარტახებული არის აი მაგალითად აქ ახეთ როგორია მაგრამ ნუ ნორმალურია ეს თავარია ეხლა ამის გარეცხა რო გავრეცხო ეს იმაში თერც მანქანაში და წერთ ახლა კომენტარებში არ დაიშლება ხელით გაეცხო მეზარება მაგრამ აი ნახე ეს როგორ აქვს მაგალითად მაგრამ ეხლა ეს მოვცა 15 ლარად ეხლა ვიხმარ აი ეს წელს ეგრევე გავიტან გარეთ ესეც 15 ლარად მომცა. აი ესეთი ტანგეტკა. ნახეთ. ეს არ ვიცი რა ფირმა, სერგიოტი. აი ესეთი. ეს უკეთეს მდგომარეობაშია, მოიცა. ეს 20 მითხრა, მაგრამ 15-ში მოგცე. აი აქ ცოტა მეშინია, რომ არ გამიხეხოს. ხო არის რამე ლაიფჰაკი, ნუ გარდა იმისი, სანტავიკი, ნუ ვიყიდ. აი ესეთ ძირზეა. და ჩემს შარვალსაც უხდება და ორივე კაბასაც მოუხდება. ისეთ ფერებშია და ამიტომ ავიღე ესეც. და ეს კიდე საერთოდ აი გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ეს ყველაზე მომეწონა, ეს 20 ლარია, ნახეთ როგორია. ტყავია. просто ნახეთ. ანუ სამივე შეერთად გადავხედე 50 ლარი. და რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგია და მე მგონი ღირდა. ხო და ესე იგი ხა ამბავი მოგიყვეთ. ეს ხო, ეხლა გითხრათ ეს ამბავი. ანუ იკას მანქანა უნდა. ანუ ხო ჩავხვიეთ ეს სამგორის ბაზართან და მე ვთხარი რომ მე ჩამოვალ მეთქი, ჩავალ პაცემკაში და შენ მანქანას დააყენებ მეთქი, მე მოდი თქო. იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ბევრი რამე არა და მე რაღაცა ჩავსულიყავი ქვემოთამდე და ამოსულიყავი. ხო და გამიჩერან და ჩავედი პაცემკაში. და ამ ქალთან ვარ მისული ესე ლაპარაკობთ რაღაცა. ხო და მოვიდა იკა. რა ვიცი რაღაცა დამელაპარაკა.
აღარ მახსოვს საერთოდ რაზე. შენ მეგრელი ხარ, იმ ხალმა გითხრა. მე ვაფშე არ შევამჩნი იმ ხალხს, რომ მეგრელი იყო. მე ანუ როცა ქართულად ლაპარაკობენ, თუ ძალიან აი ძალიან სერიოზული კილო თუ არ აქვს, ვერ ვამჩნევ. რაც იმ ხალხს არ ქონდა. კი რომ მეგრელი ვარო იკამოთხრა. ხო და ამ ხალმა უთხრა, სადაური მეგრელი ხარო და აბა თუ გამოიცნობ იკავდა. ანუ ეხა მე მეცინაა, ეს შანსი არის და დავიქრა ის ქალი. ჩხოროწყოელიო და მეთქი ჰა? თუ მე მეგრულ კილოებს შორისაც ყოფილა განსხვავება ხალხო და იმ ხალმა იცნო მეო. აფიჩხოუდან თქვენ კონი ვარო. ხო. ხოდა მოკლედ 3:50 მოხდი მიკასხარ. მე ხარი გარდადის მეთქი მეორადებში. ზარი წამოვიყვანი მეთქი საერთოდ არ უყვარს მეთქი. მაინც ახტოვანებული იყო თვალებში გულები ენთო რომ მეგრელიო დაინახა. ხო იცით ეგ ამბავი. გულები აინთო თვალებში. ესენი ვიყიდე ბავშვებს, ანუ თორნიკეს ვიყიდე 20 ლარად ფლოში. ისა და ესენი ისეთია, აქ ისეთი მყარი, რომ სულ გადაუხერხარ ფეხები. აქაც, ყველგან. ესენი ვიყიდე 10 ლარად. ეს კიდე აი ეს ხო, ესენი და რა ისაჭმელები, ხო, მე ახლა რომ შევედი ბაზარში, ხო, ჩამოვიარეს და საზამთროს მივადექი, კახელი ვიპოვე აფენიდან. მოგავიხსენე ბავშვობაში მეთქი. ეს კახურიაო საზამთრო და მეთქი მეც კახეთიდან საიდანო ლაგოდეხი და მეთქი და აი ჩემ ბავშვობაში ტაჩკი თატარებდნენ მეთქი და 5 თეთრი ღირდა ხომ წამინდით აი თავიდან 15 ღირდა და უკვე გაგანია სეზონი რო იყო 5 თეთრი ღირდა ხალხო საზამთრო და ერთი 7-8 წელს ყიდულობდა ხოლმე ლია და მარანი მქონდა და იქ ესე ეწყო რა ეს საზამთროები და დილას უკვე აი თუ აღარ მქონდა საზამთრო არ გვითავდებოდა დილას მისმოთხოვე ცხენი რომ მოდიოდა ესე ფლოქვებით ფეხის ხმას მოვდა და უკვე ვიცოდი რომ ეს მოდიოდა საზამთრო წამოხტებოდი ხოლმე ჩავრბოდი და ეს გავიხსენე და ხო რა დრო იყო ჩემ ხელა ყოფილა ცოტა დიდი ვარო შენზე და ისაო რა ქვია ბებიაჩემს ფული რო არ ქონდა ხოლმე საზამთრო ყოველთვის ქონდაო და ბებიაჩემი ხან ხახზე ცვლიდაო ხან სტაფილოზე რა დრო იყო სუდამბაზე ვიყავით და რაღაცა და იქამ თქვა გერ მე მეგრელი შევხვდა გავიხსენეთო ჩვენი მხარე შენ კახელი შევხვდაო გაიხსენეთ თქვენი მხარეო ხო და მე საზამთროს ვიყიდეთ ხილბოსტანი ვიყიდეთ მოვედი ჭამე დავისვენეთ და ეხა მინდა რომ ევიტუნა გარეთ წავიყვანო შეგავლების პატარა დასმოემუქრია ვერ ვიღებ არ არის ეს მომწიფებული და ტკივა მომწიფებულია შენი მუცელი რამდენი საზამთრო ჭამე იმენა ჯამში რო ჩაჭრა ეს საზამთრო და გავიხედე ცოტა ხანში ჯამი უკვე ცარიელი იყო და რა ვიცი ვკითხე ხო კარგად ხარ მეთქი მაინც და აი წამოწოლილი იყო ეხა წამოდგა მინდა რომ ის ზღვაზე რო წავალთ ის წავიყოთ 1-2-3 საზამთრო იქ ჯერ ერთი ესეთი საზამთრო არ იქნება მეორეც უფრო ძვირი იქნება იქ დასავლეთის საზამთრო იქნება ხაქე კახეთის საზამთრო იქ რა ვიცი მეჭება რომ იყოს არ შეიძლება იყოს მაგრამ მეჭება და ისა თუ იქნება შეიძლება ჩაშაქრული იყოს იმიტომ რომ დიდი ხნის ჩატანილი შეიძლება დიდი პარტია იყოს მოკლედ 1-3 ცალი საზამთრო მინდა რომ წავიღოთ აქედან თუ ჩაგვეტევა რა ვიცი ვნახოთ ასე ჩემო კარგი ორი მაინც ჩემო კარგი და ძვირფასებო აი ესეთი ამბები აი ეს საერთოდ რო გაცვია ეს აი ისეთია გიგონება საერთოდ არაფერი არ გაცვია აი ვაფშე ну ცოტა ეს ყველაზე შელახულია მაგრამ შელახული და რასამჩნევ ეს ნახე როგორი გახეხილია ხა ეს აი ეს აი და კიდე ნახე ხო პადოში არა და აი აქ ნახე სადაა ну ესენი აქ ორივე და აი აქ რომელიღაცა აი ეს ნახე ну აი ეს ყველაზე ამიტომაც დააკლო რა ამას დააკლო ხო მაგრამ ისეთია რომ გეგონება საერთოდ არაფერი არ გაცვია და მირჩიეთ რა გოგოება ხა ის როგორ გავრეცხო ხელით გავრეცხო ალბათ ჯაგრისით ხო ამას ვაფშე სვერისალფეტით რო გავწმინდა უნდა გარეცხვა მაგრამ შიგ სოკოიანი ფეხი არ გქონდეს იმას ვისიც იყო სპირტით გავწმინდა მითხარით რა როგორ გავაკეთო მირჩიეთ გთხოვთ please ღიებზე არ მეშინია ანუ სოკოდა მე არ გადამეტება და ხურულზე უფრო მეშინია ხო ხოდა ესა ცალახეთ არ გადმოსცემს არა და ძალიან ლამაზი ჩვენ წავედით გარეთ
Raunda. Raunda, Francias. Tralalelo, tralala. Mirbi, să te dăm nicoașa. Ica, mister, să va cere. Da. Nахай piso. Piso aic. ნახოთ კნუტები. კნუტები ნახოთ. ნელა, назад. წყნარად. მოდი არ შევაშინოთ. მოდი აქეთ, მოდი. ნელა. ნახე პატარა კნუტები. რა პატარებიანი. არ შეჭამონ? არ შეახტენ. ვაი მეკეთ. გაანები ბავშვი, ნახე რა ლამაზებიანი. აუეც ვინაი. გაანები კაცო კნუ. ვეფხვი კი არ არის კნუტია. ჩვენი ხედე. ჩვენი ხედე. ჩვენი ხედე. მიყვარხარ. ძერფასო. მეც ესე მეც. დიდი შეპატარა ხარ. ჩემთან შედარდა.